დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით გახლავთ 14 საათი 17 წუთი. ჩვენ სტუდიაში მასპინძლობთ პარტია ხალხის ზალის წევრს ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონ თამართან ერთად ჩვენ პირველ რიგში ალბათ საგარეო პოლიტიკას მიმოვიხილავთ და სწორედ ამ ჭრილში ვეცდებით დავინახოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საოცარი ელვის უსწრაფესად პროცესები ვითარდება გლობალურ პოლიტიკაში და ეს არის ის რასაც გარკვეულწილად ველოდით, მაგრამ ასეთ ტემპში და ასეთ ფორმებში ალბათ ნაკლებად მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიგო. მან როგორც აღნიშნა, რომ იბრძოლებდა და იმოქმედებდა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, ამისთვის პირველ პლატფორმად გამოყენებული იქნა შეხვედრის საკომუნიკაციო სივრცეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. თუმცა მანამდე სატელეფონო საუბარი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და შემდეგ მიუნხენის კონფერენცია წარიმართა ისე რომ დავინახეთ, აქეთ ზელენსკი ამბობდა, რომ ჩემს გარეშე როგორ უნდა მოილაპარაკოთ და იქით ევროპა ამბობდა, რომ მოლაპარაკებებში მეც ჩამრთეთ. შემდეგ ამას მოყვა საოცარი ერთი დღე, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთი და იგივე თემაზე სოფლიოს სამ სხვადასხვა ქალაქში ჩაატარდა შეხვედრა. ანკარაში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა, ერიაჩი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირების შეხვედრა საგარეოთა დონეზე და მესამე პარიზში უკვე საფრანგეთის ინიციატივით ევროკავშირის მსჯელობა. ევროკავშირის მხრიდან ხო, ამერიკის ტრამპის დამოკიდებულება ერთია, მაგრამ საინფორმაციო რიტორიკაში ვაერთიანებ ჩემ კითხვას. ამასობაში ევროკავშირიც დაფიქრდა სამხედროების გაგზავნაზე უკრაინაში. და უახლოესი საათების სიახლე ტრამპი, რომელიც ძალიან გაბრაზდა, რადგან არ მოყვა მის ლოგიკას ბრძოლის დამთავრებისას ზელენსკი და ბრძოლის დასრულების გარდა არ მოყვა ასევე მის ლოგიკას ტრამპი იმ ლოგიკას, რომელსაც ქვია მათი მიწისქვეშა წიაღისეულისა და რესურსისზე წვდომის მოპოვება, იყო მისი წარმომადგენელი ოფიციალური პირი ჩასული და ტრამპმა ასეთი რამ თქვა, უთხრეს რომ ზელენსკის ძინავს და ხელი ვერ არ მოაწერა დოკუმენტს და ჩავიდა ჩვენი წარმომადგენელი დოკუმენტები და ჩამოვიდა არაფრით და რაღაც ეს სიტუაცია მივიღეთ რომ უკვე გუშინდელი ტრამპის განცხადება რითაც გადაუარა ზელენსკის. და ამბობს რომ დიქტატორიაო იმ თანხებზეც მილიონობით თანხებზე ამბობს რომ ახლა ეს ადამიანი გვსვამს კითხვას სად არის და თუ უნდა ქვეყნის გადარჩენა ჯერ დრო აქვს და ძალიან ცოტაო. ეს ასე ინფორმაციისთვის რადიო მსმენელისთვის და ჩემი რიტორიკული კითხვა აი ამ პროცესების განვითარების რა რეალობას ხედავთ? დიახ. მოკლედ უკრაინის ომი დღეს მსოფლიოში არის ნომერ პირველი თემა და ასეც ველოდით ბუნებრივია ტრამპს ჰქონდა ეს განაცხადი ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რომ არჩევნების შემდეგ ის დაიწყებდა თავის მოღვაწეობას უკრაინის ომის დამთავრებით და ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-ღაზას სექტორში ომის დამთავრებით მან ერთი შეძლო გარკვეულწილად, ხოლო უკრაინის თემასთან დაკავშირებით უკრაინის თემა ბევრად უფრო გლობალური და მასშტაბურია და აქ გვაქვს სხვა რეალობასთან საქმე. ნახეთ, რატომ არ იყო ზელენსკი და რატომ არ იყვნენ ევროპელები ამ მოლაპარაკებაზე საუდის არაბეთში და რატომ იჯდა მხოლოდ ამერიკული და რუსული მხარე. ამაზე მე პირადად მქონდა ძალიან მარტივი პასუხი, იმიტომ რომ ეს ომი იყო რუსეთ-ამერიკის ომი და არა რუსეთ-უკრაინის ომი. მე ყოველთვის მთელი 3 წლის განმავლობაში ვაცხადებდი, რომ ეს არ იყო რუსეთ-უკრაინის ომი. ეს უკრაინა არის გამოყენებული ქვეყანა, ტერიტორია, როგორც საბრძოლო ველი, როგორც პოლიგონი. სინამდვილეში ეს ომი დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაცია მათ მოაწყვეს და მათ გააკეთეს ამის პროვოცირება. რა თქმა უნდა, ისროლა და ტანგებით შევიდა უკვე რუსეთი, მაგრამ პროვოცირება იმის, რომ ომი დაწყებულიყო, იყო დასავლეთიდან, რომელსაც ყავდა თანამოაზრეები, თანაავტორები ამ ომის პოლიტიკას, ყავდა ევროპაში, ევროკავშირში, სწორედ ის ლიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ მართავენ ევროკავშირს. თუმცა ალბათ დროებით ესეც მალე შეიცვლება და ამაზედაც ვისაუბრებ. რაც შეეხება ტრამპმა ზუსტად განაცხადა ის, რასაც ჩვენ მთელი 3 წლის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ ომის პროვოცირება მოაწყო ბაიდენმა და ეს არ უნდა დაეშვა,
რუსეთმა თავის მხრივ რაღაც დონეზე გამართლება მისცა ამ ომს და ნამდვილად მეწოდება უკრაინა, მაგრამ რეალისტია. ტრამპი არის ძალიან პრაგმატული პიროვნება, ის არის ბიზნესმენი და ყველაფერს აი ციფრებში, პოლიტიკაში საუბრობს ციფრების ენით. ანუ კი არ ვაჭრობს, ვაჭრობას ძალიან კარგად იცის ამ პიროვნება, მაგრამ ის ყველაფერს ძალიან პრაგმატულად აზროვნებს. მან თქვა, რომ ომი რუსეთი არ დაუშვებდა ნატოს ჯარების ჩაყენებას მის საზღვართან. ეს არის მისი უსაფრთხოებისთვის დარტყმა და ბუნებრივი ამ ქვეყანას აქვს რესურსი, სამხედრო რესურსი და მისი სალაპარაკო ენა მსოფლიო პოლიტიკაში არის იარაღის ენა, რუსეთის სალაპარაკო ენა. მას აქვს ეს ძალა და ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, თუ რა დღეში იყო ქართული ოპოზიცია, მათ შორის დასავლეთი, მათი მხარდამჭერები, ლიბერალები, რომ თურმე რუსეთი ჟანგიანი ტანკებით იბრძოდა უკრაინაში და დღე-დღეზე წააგებდა ომს, არადა ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მიდის შეიარაღებაში, რუსეთის დამარცხება ასე მარტივი არ არის და ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს. ჩვენ რუსეთუმეები კი არა ვართ, ჩვენ რეალურად აღწერდით იმ ფაქტებს, რაც იყო მსოფლიო პოლიტიკაში და რაც მოყვებოდა ამ ფაქტებს. შეუძლებელი გახდა 3 წლის განმავლობაში დაიხარჯა რამდენიმე ასობით მილიარდი დოლარი ამ ომში. დასავლეთიდან მარტო ამერიკიდან არ ვიცი რაზე არის საუბარი 350 მილიარდ დოლარზეა საუბარი, ევროკავშირიდან ცალკე და შედეგი რა გვაქვს დღეს? აი მოლაპარაკებამდე რა შედეგი არის დღეს უკრაინის ომის შედეგად, ხო? რუსეთმა იმაზე რაზედაც იბრძოდა უკვე წაიღო ის ოლქები, ყირიმზე აღარ ვსაუბრობ, დანარჩენი კიდევ 2 დიდი ოლქი, კიდევ უფრო შესული არის კიევისკენ. და წინ მიიწევს. და ტრამპის განცხადება, ბევრ რამეზე მეტყვა, რუსეთს აქვს, აი ეს, სიახლე რუსეთს აქვს უკრაინის საკითხებში მოლაპარაკებებზე კოზირები. კი ბატონო. მათ დიდი ტერიტორია დაიპყრეს. კი ბატონო. აი მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ის, რაც მათ უნდათ. ვერავინ ტრამპის მოსვლამდე, ტრამპი ახლახანს მოვიდა, ხომ? 3 წლის განმავლობაში ხომ მართავდნენ დასავლეთს ბაიდენის პოლიტიკის მიმდევრები, ბაიდენის ადმინისტრაცია, იგივე ევროკავშირის დღევანდელი ლიდერები, ხო, თანაავტორები, ერთი პროექტის ომის პოლიტიკის ავტორები არიან ესენი ყველანი. რატომ ვერ დაამარცხეს რუსეთი? ცალკე სანქციები, ცალკე არ ვიცი, აი როგორი დეზინფორმაციული კამპანია. ანუ მთელი პროპაგანდა ჩართული იყო, მთელი მსოფლიო პროპაგანდა დასავლეთის ჩართული იყო, რომ თავიანთი პოლიტიკა ეწარმოება, რა თქმა უნდა, პროპაგანდა საინფორმაციო მუშაობა პირველია, ხომ? პირველი იგებს საინფორმაციო ბრძოლას. თუ კი გინდა რომ შენ პოლიტიკა მოიგო, ხომ? ნებისმიერ ქვეყანაში თუ საერთაშორისო ველზე. უკრაინაში ჩახსნილია ყველა საინფორმაციო გარდა ცენტრალური საინფორმაციოს. აი რაზედაც მოუწოდა ტრამპმაც და ილონ მასკმაც ზელენსკის, რომ გახსნეს საინფორმაციო საშუალებები, ნუ ყველაფერი დაკეტილია იქ ოპოზიციური მედია მხოლოდ ერთი ცენტრალური საინფორმაციო არსებობს. გახსენის საინფორმაციო საშუალებები მოგვასმენინე ხალხის ხმა ჩვენ უცხოეთში და აი მე ვიმსჯელოთ რამდენი მხარდაჭერა გაქვს და როგორი მხარდაჭერა გაქვს საკუთარი მოსახლეობისგან, ხო? ანუ ფაქტი ის არის, რომ რუსეთმა რისთვისაც დაიწყო ეს ომი, არა პროვოცირებაზედაც დაიწყო მან ომი, ის თავისი მან უკვე მიიღო და ის კიდევ უფრო წინ მიდის. ვერავინ ვერ შეძლო რუსეთის შეჩერება. ტრამპამდე, აი ამას ვსაუბრობ. დღეს რომ ტრამპზე ამბობენ, რომ ის პუტინის ოცნებას ახდენს, მე მაინტერესებს და კითხვა მაქვს სწორედ იმ პოლიტიკოსებთან, აი ქართველ პოლიტიკოსებთან, დავანებოთ ტრამპს თავი. რატომ ვერ შეძლეს 3 წლის განმავლობაში ცირედით მაინც, აი შეიძლება მთლიანი ომი ვერ მოიგო, მაგრამ პოზიციები ხომ შეიძლება რაღაც პოზიციები მოეკოთ, არა? ერთი პოზიცია დამისახელონ, გინდა ქართულმა ოპოზიციამ, გინდა იქ უცხოეთში ისევ ლიბერალებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, გინდა ზელენსკიმ, დაგვისახელოს ერთი პოზიცია, რომელ პოზიციაშიდაც მოუგეს რუსეთს. არ არსებობს ესეთი რეალობაში, ხო? აქედან დიახ დაასკვენით და კითხვა. აი აქედან გამომდინარე ტრამპი ამბობს, რომ თქვენ გქონდათ დრო, 3 წელი გქონდათ ამისთვის, თქვენ ვერაფერი ვერ გააკეთეთ ომის დასასრულებლად, თქვენ ვერ გათვალეთ მოსალოდნელი შედეგები და მოსალოდნელი შედეგები არის ის, რომ რუსეთს ვერ მოერევით, იმიტომ რომ მისი სალაპარაკო ენა პოლიტიკაში ეს არის იარაღი. და ახლა მოქმედებ მოცემულობიდან გამომდინარე და მე მსურს ეს ომი დავასრულო. ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც ვსაუბრობთ ტრამპის ჩართვაზე ამ ომში, აქ ხალხი საუბრობს, რომ ტრამპი ემტერება უკრაინელ ხალხს და პუტინისტია და რაღაც. ერთი რამ უნდა დაიმასხოროს ხალხმა, რომ ტრამპს
არ ადარდებს პირდაპირ გეუბნებით. აი მეორე მესამე ხარისხოვანი ამისთვის ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესები. ის უპირველეს ყოვლის არის ამერიკის პატრიოტი და ამერიკელი ხალხის ინტერესებზე მუშაობს და მათ სასარგებლოდ მუშაობს. ტრამპმა იცის, რომ თუ კი ეს ომი გაგრძელდება, ამერიკა აუცილებლად დასუსტდება. თუ კი ამერიკა იქნება ჩართული კიდევ ამ ომში და კიდევ რამდენიმე მილიარდ დოლარს უშედეგოდ გადაყრის, ერთია რომ ფინანსური ხარჯი ექნება და მეორეა ნახეთ, ჩინეთი, ინდოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთის არაბული სახელმწიფოები, რომლებიც ამობწყდნენ, ანუ მრავალპოლუსიანი ხდება უკვე მსოფლიო, აქედან გამომდინარე ტრამპმა თუ სწრაფად არის მოქმედა და ომის თემაში ჩაიძირა, ის ვერაფრით ვერ დაალაგებს და ვერ შეაჩერებს მოსალოდნელ საფრთხებს, მისთვის მოსალოდნელ საფრთხებს მსოფლიოში. ანუ არ უნდა რომ ეს ომი ერთგვარ ბალასტად იქცეს მის ეკონომიკური პოლიტიკური გავლენების შენარჩუნებისთვის და არ მხოლოდ შენარჩუნების, არამედ განვრცობისთვის და ჩინეთი სხვა განზომილება ამისთვის და უნდა რომ იყარად იყოს, გავიგე. მაგრამ თქვენ რაზეც საუბრობდით წინაზე, მოდით მაშინ ასე დავსვამ კითხვას და ასე გკითხავთ. თქვენ ბრძანეთ რომ სულ ამას ამბობდით რომ ეს იყო ამერიკისა და რუსეთის ომი. დანარჩენი ყველაფერი იყო მექანიზმი და საშუალება. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გულისხმობ. რუსეთის ინტერესები ამ მოცემულობაში გასაგები გახდა და ვხედავთ ახლა რეალობას. ამერიკის ინტერესი გლობალურად ჭრილში. თუ ეს იყო ამერიკის ინიცირებული ის რაც მოხდა და შეეძლო შეეჩერებინა და არ შეაჩერა და ამაზე შეიძლება ისიც კი მიუთითებს რომ ძალიან ბევრი ანალიტიკოსის აზრით რომ დარჩენილიყო ტრამპი ეს ომი არ იქნებოდა და თალსახად ბაიდენი რო იყო ამას უკავშირდება რა ქონდა ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც არ შეაჩერა და პირიქით, როგორც თქვენ ამბობთ, ხელი შეუწყო ამ სამხედრო დაპირისპირებას. ხელი კი არ შეუწყო. რომელიც დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ამერიკამ დაგეგმა ეს ომი. ზელენსკი იყო პროექტი. რისთვის დაგეგმა? დაგეგმა იმისთვის, რომ რუსეთის დასასუსტებლად. ამერიკამ დაგეგმა ეს ომი რუსეთის დასასუსტებლად. ეხლა რუსეთში რა ინტერესები აქვს? ბუნებრივი წიაღისეული. ხო ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოლევადია უკვე ბუნებრივი რესურსები, რუსეთს აქვს ჯერჯერობით ულევი რაოდენობის. ბუნებრივია რუსეთის ბუნებრივ წიაღისეულზე იყო აქ მთელი ზეწოლა, ბრძოლა და ასე სამომავლოდ ხო ბუნებრივი. რუსეთის დასასუსტებლად ნახეთ, ამერიკამ დაარღვია შეთანხმება რუსეთსა და ნატოს შორის, რომ ნატო არ გააფართოებდა აღმოსავლეთით საზღვრებს. ანუ არ მიიღებდა ნატო თავის წევრად აღმოსავლეთის ქვეყნებს და არ დაუდებდა საზღვარს პირდაპირ რუსეთს. ეს იყო ამერიკული დემოკრატიულ პოლიტიკურ დემოკრატებზე დაფუძნებული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ინტერესი, მხოლოდ თუ რესპუბლიკელების ინტერესი. ანუ ამერიკა ხო იცით რომელი სახელმწიფო რომელიც სისტემურად მოქმედებს და აი ეგ ძალიან კარგი კითხვაა და ყოველთვის გვეკითხებიან რომ გვეუბნებიან რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები არიან ერთი საბოლოო ჯამში ერთ საქმეს აკეთებენ ამერიკის საქმეს. მე ვეთანხმები ამ იდეის ავტორებს, მაგრამ ეს იყო ალბათ უფრო ტრამპამდე. ტრამპამ თვითონ რესპუბლიკელებში და შეცვალა პოლიტიკა. იცით როგორ იყო დიახ, ზელენსკის პროექტი წარმოიდგენთ რამდენი წლის წინ იყო ჩაფიქრებული, ჯერ რომ ზელენსკი უნდა მოეყვანათ, მერე რა უნდა გაეკეთებინათ. ზელენსკი აი თავიდან ბოლომდე ეს იყო პროექტი. როგორ მოეყვანათ ზელენსკი, როგორ განეხორციელებინათ, როგორ ჩაერთოთ უკრაინა ომში, როგორ შეეტიათ. იცით რა არის? ბაიდენის კი არ იყო, ანუ იმ გუნდის, აი რასაც ახლა ეძახიან Deep State-ის და ასე შემდეგ და ომის პოლიტიკის ავტორები, მათ ჰქონდათ შორს მიმავალი გეგმები, მაგრამ ნახეთ რა არის საქმე, მაშინაც კი, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, მაშინაც ყველა ანალიტიკოს, ძირითადად ანალიტიკოსები, კრიტიკოსები მიუთითებდნენ, რომ ამ პროექტიდან შედეგი არ დაიდება, იმიტომ რომ რუსეთის მორევა, აი ბოლოს და ბოლოს სადამდე უნდა მისულიყვნენ, რომ რუსეთი გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს, ხომ? რუსეთი გამოიყენებდა ატომურ ბომბს, ანუ ფაქტობრივად ტაქტიკურს, დიახ. ანუ რუსეთი ხომ უკან არ დაიხევდა. ეხლა პუტინი რომ რუსეთს არ დათმობდა და არ როგორ უკან არ დაიხევდა, ეს ყველა მიცოდა, ხო? თქვენ ამ მსჯელობას კიდევ ერთხელ ცალსახად ამყარებს ისიც, რომ ჩვენ გვახსოვს ზელენსკის მოთხოვნა და არა მხოლოდ ზელენსკის, სამხედრო შტაბისა და ანალიტიკოსებისა, რომ თუ ეხმარებით, რეალურად დაეხმარეთ და თუ გავაანალიზებთ გრძელვადიან ამ პერიოდში, სამწლიან პერიოდში, უკრაინა რაღაც წილად შეიძლება ითქვას, რომ წვეთოვანზე იყო, ანუ რაღაცა დოზით ღებულობდა იმდენს, რომ პრობლემა შეექმნა რუსეთისთვის, მაგრამ არც იმდენს, რომ სიღრმეებში შესულიყო, რომ შეძლებოდა. და
მივიღეთ ის რაც მივიღეთ. დიახ. ვიცით რა ეს ომი უფრო გათვლილი იყო სავარაუდოდ გრძელვადიან პერსპექტივაზე და ამბობდნენ კიდეც რომ ეს ომი ჯერ არ დასრულდება, რომ რუსეთი უკრაინა კი არა, ანუ მათი ამ პროექტის ავტორებს ჰქონდათ გათვლა რომ რუსეთი დაეწრიტა ცისისგან თითქოს ამ სანქციებით და ამით და რუსეთის ეკონომიკა ჩამოეშალათ. მიიღეს პირიქით. რუსეთს არასოდეს ეროვნული პროდუქცია არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ და რუსეთმა ამ ომის პერიოდში ნაციონალიზაციაზე გადავიდა. მაგრამ აი სწორედ იქ მივდივარ. კითხვა მაქვს შემდეგი. თუ ეს ამერიკულმა სახელმწიფომ მიუხედავად იმისა, იქ ვინ არის პოლიტიკური რომელი პარტია არის სათავეში, თუ ეს მის სტრატეგიულ სახელმწიფოებრივ ინტერესად განსაზღვრა და ამოქმედა რომ ასე შეესუსტებინა რუსეთი, რაც მისი საგარეო პოლიტიკისთვის არ ახალია და ბრიტანული სკოლიდან გამომდინარე სასწაული გამოცდილებაა, ხო? ბრიტანეთი იყო პირველი ამერიკის შექმნამდე სახელმწიფო, როგორც სახელმწიფოსი, რომელსაც ჰქონდა შვენიერი დოქტრინა ჩამოყალიბებული, შვენიერი ბჭყალებში ვამბობთ, რომ ასწავლა, რომ ის კუნძულოვანი ზღვის სახელმწიფოა, თავარია ხმელეთზე ისე არ მოძლიერდნენ და ისეთი მშვიდობა არ იყოს, რომ მე ეს ძალა მას არ დაუპირისპირდეს, ამიტომ იქ ხელი შეუწყოს დაპირისპირებებს და უბრალოდ თუ რომელიმე მოძლიერდება, საპირწონეთ ვიღაცას ხარი დაუჭიროს, რომ ის არ მოძლიერდეს და აი ამ რიაში მისი სტაბილურობაა, ხო? და მე უკვე ბრიტანეთის იმპერიამ როგორ განავრცო თავისი შესაძლებლობა, ეს კიდე ცალკე თემაა. რაღაც კუთხით ამის კოპირება და განვრცობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ ისიც კუნძულოვანი ბჭყალებში სახელმწიფოა, ზღვის სახელმწიფოა და ხმელეთზე კონტროლი მას სჭირდება. და რა გამოდის მაშინ ამ ლოგიკით, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რომ ამერიკა მიხვდა რომ ის არ გამოდის რაც უნდა და მithumetes ჩინეთი ტრამპის გუნდი აი ამაზე ამერიკული სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ახალი წევრები მეორე პოლიტიკური გუნდი, რასაც ქვია ტრამპი და ტრამპის ძალიან ძლიერი გუნდი და აქვე ვიტყვი ერთხელ უკვე აღნიშნე ამის შესახებ, აი რატომო ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ვერ მიაღწია, ანუ ვერ განახორციელა ესეთი ამბიციური პოლიტიკა, როგორცაც დღეს ახორციელებს. მარტივი პასუხი, იმიტომ რომ მას მაშინ არ ყავდა ესეთი ძლიერი გუნდი, როგორიც ყავს დღეს. მას ყავს ძალიან ძლიერი გუნდი შემოყვანილი პოლიტიკაში და ყველა აი გუნდის წევრები, ძირითადად ეს 10 კაცი, არიან თავიანთ საქმეში ძლიერი ლიდერები. ანუ მას ყავს ძალიან ძლიერი, თვითონ არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერი და ყავს ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი. რაც შეეხება თვითონ ამ ომის პოლიტიკას, აი ამ გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ, მათ დაგეგმეს რუსეთის წინააღმდეგ აი ეს ყველაფერი ქმედება, მაგრამ თავიდანვე, როგორც ჩვენ, ასევე ტრამპი, ასევე ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მაშინაც წერდნენ, რომ ამ გეგმას შედეგი ვერ მოჰყვებოდა. ანუ ეს იყო მცდარი დაგეგმარება, ეს იყო მცდარი პოლიტიკა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ხაზი. ეხლა ცალკე თემა არის ეს ლიბერალური პოლიტიკა, ამ გლობალიზაციის თემა და ასე შემდეგ, ლიბერალიზმის, ანუ ფაშისტური ლიბერალიზმის წარმოება, ეს ცალკე მიმართულება იყო კიდე, მაგრამ ანუ რუსეთის წინააღმდეგ რაც მათ დაგეგმეთ, რაც მათ უნდოდათ, ეს იყო არარეალური და არარეალური რომ იყო და მცდარი პოლიტიკა რომ იყო, ეს ტრამპის გაპრეზიდენტებამდე უკვე იდებოდა ამის შედეგი და დაიდო. იმიტომ რომ რუსეთმა რაც უნდოდა, რისთვისაც დაიწყო ომი, მან უკვე ყველაფერი წაიღო. იმის იქეთ თუ მას შეეძლო, სხვათა შორის ტრამპმა გააკეთა გუშინ განცხადება, რომ რუსეთიო თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 20%-ს იყენებსო. რომ მას შეეძლო მთელი ქვეყნისთვის გადაევლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთაო. მას შეეძლო კიევიც აიღო. ნახეთ, ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს ამ ჩოხბარ ვამბობთ ამას, არა ისინი ამბობენ, აკეთებენ ესეთ განცხადებებს. ანუ რუსეთმა რაზედაც გააკეთა განაცხადის ტერიტორიები წაიღო. დანარჩენს ამყარებს. ანუ მაშინ ჩვენ ვსვამთ კითხვას, ნებისმიერი შედეგი, ანუ შედეგით იზომება ნებისმიერი პოლიტიკა. შედეგი უკვე აქვს ამერიკას ამ ომისგან, დახარჯული მილიარდობით დოლარი. გაძლიერებული რუსეთი, დასუსტებული კი არა, პირიქით გაძლიერებული რუსეთი, ტერიტორიები მიმატებული და პლუს კიდე აი სწორედ ნაციონალურ ეკონომიკაზე გადავიდა, რაც ცხოვრებაში არ ქონია რუსეთს და რუსეთი, რომელიც ქმნიდა BRICS. წარმოიდგინეთ. ანუ ახალ ეკონომიკურ აზიაში გადაიტანა მთელი სიმძიმის წერტილი. რომელიცაც იხეირა ჩინეთმა და არა იხეირა ჩინეთმა და რომელიც იყო უზარმაზარი იარაღი ამერიკის წინააღმდეგ. გაბატონ თამარ. დიახ. თუ ამს ლოგიკას და თქმელობას გავყვებით. ის რომ ბალასტად შეფასდა თუდად თუ ვიტყვით და ბრჭყალებში საბრძოლო მოქმედებები და ამერიკამ გადაწყვიტა რომ არ უღირს და უნდა შეჩერდეს ეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი ხუმარ შეუწყო ჩინეთის პრობლემამ. რას გულისხმობ?
რომ არ იყოს ჩინეთი ისეთი დიდი მოთამაშე, როგორც უკვე დღეს არის და პერსპექტივა აქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გახდეს, მინიმუმ ეკონომიკაში კონკურენციას უწევს რომელია, ხო? იმიტომ რომ მაგალითად შარშან იყო თუ არ ვწდები შემოდგომას ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკეთეს სტრატეგიული კვლევა დადო, რა სჭირს ევროკავშირს, რა პრობლემები აქვს ფინანსური და აღმოჩნდა, რომ სერიოზული პრობლემები აქვს გრძელვადიანში და თუ სწორად მახსოვს 10 მსოფლიო გიგანტიდან, IT კომპანიებიდან, რომლებიც დღეს არიან წამყვანი, როგორც არის პირობითად ამერიკული Tesla თუ სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ამ 10-დან 7 არის თუ 6 სწორად შედარებით მეტი არის მგონი 6 ამერიკული და 3 თუ 4 ჩინური და 1 არის ძლივს ევროპული. ეს რამდენად მეტყველებს რომ როგორი კონკურენტია ზესახელმწიფო ამერიკასი ეკონომიკურ ჭრილში. მე ამ კითხვის დასმა მინდა. ხო არ შეუწყო ხელი ჩინეთთან დაპირისპირება კარგი გაგებით, ანუ როგორც კონკურენტის შეკავებისა ამერიკის ნომერ პირველი ამოცანა ხდება და ტრამპის ყველა განმარტება ხვდებით რომ ამასთან არის დაკავშირებული და საბოლოო ყველა გზა აქით მიდის. და სწორედ ამან არ განაპირობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება იმისთვის რომ რუსეთი საბოლოოდ არ აღმოჩნდეს ჩინეთის პოლიცია. სწორედ მაგით დავიწყე რომ ტრამპს არ აქვს იმის დრო, რომ როგორც თვითონ უწოდა ამ სულელური ომი უწოდა უკრაინის ომს. ანუ ჩინეთის პატუერმა დააჩქარა. აუცილებლად, რა თქმა უნდა მაგან დააჩქარა, იმიტომ რომ უკრაინის ომმა განაპირობა ჩინეთის ამოფრწყინება. აი იმ ცდარმა პოლიტიკამ რაც მიზნად ისახავდა რუსეთის დასუსტებას. რა თქმა უნდა ბუნებრივია, ანუ ბაიდენის პოლიტიკა იყო და ბაიდენის თქვათ თორე სხვა ჯგუფი მუშაობდა ბუნებრივია, მთელი ელიტა იყო, ეგრეთ წოდებული ელიტა შექმნილი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში დარჩა ჯერჯერობით ეს ელიტა და ცდილობენ ეს ბოლო მოჰიკანი იყოს ეს ევროკავშირი, მაგრამ ვერ გაუძლებს ევროპა ტრამპის ამბიციურ და ასეთ აგრესიულ პოლიტიკას და ნახეთ სწორედ ბაიდენის ამ ომის პოლიტიკის პროექტმა პირველი ის რომ შედეგი ვერ მოიტანა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი ვერ დაასუსტეს და მეორე მოიტანა უკვე შედეგი, ძალიან ცუდი შედეგი ის რომ მათ ამოაფრწყინეს ჩინეთი. ჩინეთი აუცილებლად ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოფრწყინდებოდა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და ის იქნებოდა მეორე სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთი, რომელიც სადაც ექნებოდა ამბიცია რომ გამხდარიყო ახალი ზესახელმწიფო. მაგრამ უკრაინის ომმა ეს პროცესები დააჩქარა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. სადღაც 20 წლიანი, 15 წლიანი პერიოდით დააჩქარა, გადმოწია წინ და რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, მთელი არაბული სახელმწიფოები წარმოიდგინეთ ამერიკას ჩაძირავდნენ. ეს ალიანსი რომ ამუშავებულიყო. ამიტომ ტრამპი რაზე მუშაობს დღეს ახლა, მას აქვს ძალიან ცოტა დრო. ის ელვისის სწრაფით აკეთებს რომ უკრაინის ომი დაამთავროს, მას არაფრად აღარ ადარდებს ევროკავშირის ბედი. სადღაილება რა თქმა უნდა, ევროკავშირს უთხრა თქვენ თავს თქვენ თვითონ მიხედეთ, გადაარჩინეთ, თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ, მე თქვენთვის აღარ მცალია, მე მაქვს ამერიკა გადასარჩენი. ტრამპს დღეს ყავს ამერიკა გადასარჩენი. ამერიკა უნდა გადაარჩინოს, მას ეს მიზანი აქვს დღეს. ამიტომ არის რომ ის აჩქარებს ამ ომის დასრულებას, რომ მას კონდეს ის დაჯდეს სიძინპინთან, რა თქმა უნდა, ოღონდ ნახეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ ტრამპს რა განსხვავებული მეთოდი აქვს. ის არის ძალიან ძლიერი მოლაპარაკებს ძალიან ძლიერად იცის, ძალიან მაგარი ვაჭარია, პოლიტიკური ვაჭარიც, ბიზნესმენიც და ასე შემდეგ და მას ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკების მაგიდასთან წარმართოს პროცესი. აქვს თავის იმეთი, ხომ? გამოცდილებაც დიდი აქვს. ამიტომ ჩვენ აი ამ პროცესების შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც შედგება ტრამპის, პუტინის და სიძინპინის შეხვედრა, აი მაშინ კიდევ უფრო გაიხსნება ბრჭყალები. ტრამპი, რა თქმა უნდა, დღევანდელ სიტუაციაში უკვე ამჯობინებს თანამშრომლობას ჩინეთთან და არა დაპირისპირებას. ალბათ თამარ, ჩვენ დაახლოებით 5-6 წუთი გვჭირდება, მე მგონი საერთო დროის დასრულებამდე და როგორც შევთავთით, გლობალურიდან ფოკუსირება მოახდინოთ ჩვენზე. ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის თუ აქამდე ბოლო 30 წლის განმავლობაში პატარა ქვეყნებს ჰქონდათ მეტი საშუალება და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მრავალფეროვნებით იყო შესაძლებლობა, რომ ეს კოოპერირებული ურთიერთობები ყოფილიყო და სახელმწიფოების ინტერესები განვრცობილიყო და ასე შემდეგ. ახლა ტრამპი მოდის როგორც რეალ პოლიტიკის წარმომადგენელი, ამავე პოლიტიკის წარმომადგენელს პუტინს ძალიან მარტივად ელაპარაკება, იმიტომ რომ ესმით ერთმანეთი და ასევე არის იქით ჩინეთი. და
გამოდის რომ შეიძლება ვუბრუნდებით იმ მოცემულობას რომელიც იყო 90-იანებში ერთმა ცენტრმა, პირობითად მეორემაც რეგიონულმა რუსეთმა და მოსკოვმა გადაინაწილეს გავლენის სფეროები. და მე გაგრძელდა პროცესი, ხო? ის ხილულად გადაინაწილეს და უხილავის გადანაწილება გაგრძელდა და აგერ სანამდე მოვედით. კითხვა მიმყავს საით. ახლა თუ ისევ ორი წერტილი გააქტიურდება და ბევრი ამბობს რომ ახლა პუტინს გლობალურ დონეზე რეინკარნაციის საშუალებას აძლევს ტრამპი, აქედან გამომდინარე და თქვენი ლოგიკა ნათელს ფენს რომ ის არ უყურებს ახლა ამას მნიშვნელოვანია როგორმე დაასრულოს და ჩინეთთან დაპირისპირებაში იგივე რუსეთი თავისთან იგულოს. იგივე ევროპაც ხო სჭირდება თავისთან. აი ნახეთ დავასრულებ კიდევ ერთხელ თქვენ მიხვდით კითხვისას უბრალოდ ერთ რამეს დავძენ. ახლა გამოდის რომ სიმძიმის ცენტრი ნაწილდება 3 წერტილში. 4 წერტილში. შტატები, რუსეთი, აღმოსავლეთი და არაბული სახელმწიფოები. თქვენ რა გქონიათ ახლა? არაბულ სახელმწიფოებს ახლა გასაგებია. მაინც აზიურია და ამერიკული ეგრე არ არის. კარგი. ამერიკა არ არის. ნახეთ, არაბულმა სახელმწიფოებმა უკვე საკუთარი სერიოზული სიტყვა თქვეს მსოფლიო პოლიტიკაში. მოდით ახლა ესე არ შეიძლება მე არ მინდა რომ გამიქცეს და ჩვენ შეგვიძლია ცალკე თემა რამდენად ერთ-ერთ პოლიტიკურ პოლუსად შეიქმნება არაბული სახელმწიფოების ეპიცენტრი ამას დრო ჭირდება რა თქმა უნდა მაგრამ ისინი ანგარიშგასაწევი არიან რა თქმა უნდა და ბევრ რამეზე მეტყველებს არა მხოლოდ ეს შეხვედრა არამედ მანამდე პუტინი ოფიციალურ დონეზე საბრძოლო მოქმედებების დროს ყველგან რო არღებულობდნენ იქ დიდი სამით მიიღეს და ჩავიდა და ეს ბევრი თვალია მაგრამ თუ გამოდის მოსკოვი ვაშინგტონი მოსკოვი და პეკინი აი ამ სამეულის ურთიერთობაში რა ადგილის მოპოვებას შეძლებს ბრიუსელი რომელსაც უნდა გლობალურში დარჩეს და ჩვენთვის კიდევ ევროკავშირის კარტამდგომი ქვეყნისთვის ევროკავშირის დასუსტება ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე ვინ გაძლიერდება რომელი კავშირი გაძლიერდება თუ დასუსტდება საქართველოს უნდა იზრუნოს იმ კავშირის გაძლიერებაზე სადაც ის არის ტერიტორიულად ეს არის ჩვენი ოჯახი სამხრეთ კავკასია ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უფრო ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ჩვენი სამეზობლო პოლიტიკა უახლოესი სამეზობლო პოლიტიკა რომ გავძლიერდეთ იმ ოჯახში რომელსაც ფასი დაედო სხვა ფასი დაედო თანამედროვე გლობალურ პოლიტიკაში ნახეთ ჩვენ საუბრობთ რომ სამყარო გაწონა სწორდა, იმიტომ რომ იყო ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი ჯერ საბჭოთა კავშირის შემდეგ და შემდეგ ბოლოს უკვე რუსეთი იმდენად გაძლიერდა და სხვათა შორის დასავლეთის დამსახურებით, ევროკავშირის დამსახურებით გაძლიერდა ეს რუსეთი ისე, როგორც გაძლიერდა ბოლო ჟამს, ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რა ხდებოდა, როგორი განცხადებები, როგორი ჩახუტება რუსეთთან და ურთიერთობები და გაუტარეს კი არა, ააყვავეს რუსეთთან ეკონომიკური კავშირებით, რუსეთი გახდა უძლიერესი სახელმწიფო, როგორც არასოდეს არ ყოფილა საბჭოთა კავშირის შემდეგ და თვითონ დაიწყეს მე იმ გაძლიერებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ მაშინ ყველამ გვიღალა და ხა ის სიტყვიერი განცხადებები რომ აი საქართველოს გვერდით ვართ ეს იყო ყველაფერი წყალი, მეტი არაფერი. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საქართველოს დაასწრო პროცესებს, აი ყველაზე გონივრული ქმედება, თუ კი ოდესმე პოლიტიკოს შეიძლება ჩაიდინოს, გააკეთოს, ქართველმა პოლიტიკოსმა განსაკუთრებით, ჩვენ ხო ძალა არ შეგვწევს, პატარა ქვეყანა ვართ, ვის უნდა ვეომოთ ხომ? ჩვენი ძალა არის ჩვენს ტვინში, ჩვენს გონიერებაში. ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რაც კი საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე, რომელიმე საუკუნეში გადაუდგამს, იყო სწორედ ეს ბოლო 3 წელი. ბოლო 3 წელი, როდესაც საქართველოს გაუძლო ამ ხელა სერიოზულ ზეწოლას, ქვეყანა არ შეიყვანა ომში, მადლობა მათ ამისთვის ბევრჯერ და მეორე, განა ომში შეიყვანა ქვეყანა და განა გაანადგურა ქვეყანა ისე როგორც უკრაინას რაღაც დარჩება და ჩვენ რა დაგვრჩებოდა იმ ომიდან, ხო, რომელი ტერიტორია უნდა დარჩენილიყო საქართველოსთან. კიდე განა მარტო ომით გაანადგურა ქვეყანა, ეს სიტუაცია, ეს 3 წელი საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყვანა, აი გაიყვანა ბეწვის ხიძე ქვეყანა და ამ პერიოდში კავშირი დაამყარა სტრატეგიულ პარტნიორად შემოიყვანა ახლად ამობწყინებული ჩინეთი აღმოსავლეთი, რომელთანაც უკვე გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობა და ნახეთ, ალტერნატივა დაუდო დასავლეთს. ანუ როდესაც შენ ალტერნატივა არ გაქვს საერთაშორისო ურთიერთობებში და მხოლოდ ერთ ვექტორზე ხარ დამოკიდებული დიალოგის მაგიდაზეც არაფერი დიალოგი კი არა მონახარ მისი მოდით რა მართლა 35 წელი ვიყავით ვასალები
მოდით რა ეხლა კი ბევრი რამე გაკეთდა მე ამას არ ვუარყოფ არ შეიძლება ბევრი სიკეთე მოიტანა რა თქმა უნდა კარგია ჩვენი არჩევანია დასავლეთის კურსი მაგრამ ჩვენ არ აგვირჩევია ვასალობა ჩვენ ავირჩიეთ სუვერენული ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან ხომ მაგრამ ჩვენ ვიყავით რეალურად ვასალები მაგრამ ნახეთ როდესაც ჩვენ არ ქონდა სხვა ალტერნატივა იყო რუსეთი და იყო დასავლეთი რა თქმა უნდა რუსეთს ვამჯობინეთ დასავლეთ ხომ თუ რუსეთი ოკუპაციის სახელმწიფოა მაგრამ დღეს ალტერნატივა გაჩნდა მსოფლიოში ახლა დამობრწყინებული ზე სახელმწიფოთი და საქართველოს იხელთა აი ამ 3 წელიწადში როდესაც ხოცავდნენ დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს და საქართველოს ჩართვა უნდათ საქართველოს ზურგი გაიმყარა ჩინეთით საქართველოს უკვე გავიდა ამ ხაზებს და აწია არ ჭირდება ამაზე შრომა და ბრძოლა და თქვა რაღაც კავშირები თანდაიგი დაიჭირა ნახეთ რა ხდება ჩვენ უკვე გვყავს ორი სტრატეგიული თანამშრომელი ამერიკის და მეგობარის და ამერიკის და ჩინეთის სახით და საქართველოს აქვს ის ნიშა რაც უნდა ქონოდა მსოფლიოში გეოპოლიტიკური კარიბჭე რომელიც საჭიროა რომელიც ჭირდება როგორც ამერიკას ასევე ჩინეთს ასევე რუსეთს და ასევე სამხრეთის არაბულ და ისლამურ სახელმწიფოებს ამიტომ საქართველოს დგას იქ სადაც იმ ისტორიულ ოქროს შუალედში ეს არის ოქროს წერტილი ოქროს ადგილი სადაც საქართველოს მიყვანა იყო ურთულესი მაგრამ შეძლეს ეს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ მაგრამ ამას ჭირდება განვითარება და მე მჯერა რომ აი ამ ქარცეცხლიდან რომელიც ახლა დღეს მიმდინარეობს აი ამ ქარცეცხლიდანაც უკვე გაიყვანეს ფაქტობრივად ქვეყანა და ჩვენ გვექნება ის როლი და ის სტატუსი პოლიტიკური სტატუსი რასაც საქართველოს იმსახურებდა მთელი 35 წლის განმავლობაში მაგრამ ჩვენთვის ჯერ ჩვენ არ დაგვიყენებია ეს დღის წესრიგში და რაც მთავარია ჩვენ უნდა დავალაგოთ სამეზობლო პოლიტიკა ყველასთან მადლობა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო მადლობა თქვენ ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე პარტია ხალხის ზალის წევრი იყო ჩვენთან და ხო საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია სატრანზიტო ამ შემთხვევაში არ მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, იმიტომ რომ როცა ჭრელი ხდება გეოპოლიტიკა, ამ სიჭრელეთა გადაკვეთა მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ისეთი რომ მოვარგოთ ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესს, ეს იქნება მაქსიმუმი ალბათ. მადლობა ჩვენი სტუმართან დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აერთება, მადლობა დროებით.